მოგესალმებით. ივანიშვილი და ივანიშვილის ანტიქართული ოცნება კლავს ანაკლის ეროვნულ პროექტს. ანაკლი არის საფრთხეში ივანიშვილის პირობებში. დღეს საზოგადოებას ვაცნობებთ ახალი მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ. 2026 წლის 24 აპრილს ანტიქართულმა ოცნებამ და მისმა ეკონომიკის სამინისტრომ გააფორმა ახალი ხელშეკრულება საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიასთან, რომლის მიხედვითაც ივანიშვილი აპირებს საერთოდ გადახედოს ანაკლის ღირებულებას, მნიშვნელობას, გენერალურ გეგმას და ეგრეთ წოდებულ მასტერ პლანს. ამ ახალი გარემოებების გათვალისწინებით პირდაპირ ისმის შეკითხვები, რა საჭიროა იმ პროექტის გადახედვა, რომლის ეროვნული ღირებულება ძალიან კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ. ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის სტრატეგიული მნიშვნელობა ანაკლის სპორტის. ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის ეკონომიკური სარგებლიანობა ანაკლის სპორტის. თუმცა ამის მიუხედავად, მაშინ როცა დაინტერესება ანაკლის სპორტით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებში ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტად იზრდება, ივანიშვილი აპირებს გადახედოს საერთოდ ანაკლის პროექტის მნიშვნელობას, ღირებულებას, მიზნობრიობას და იმ გენერალურ გეგმას, რომელსაც ქვია ეგრეთ წოდებული მასტერ პლანი, რომელიც ადასტურებს წლების განმავლობაში მრავალგზის სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევები და ანალიტიკური დოკუმენტები, რომ ანაკლის სპორტი არის საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელსაც შეუძლია საქართველოს ეკონომიკის სტიმულირება ასეულობით მილიონი დოლარით ყოველწლიურად და ამის პარალელურად ჩვენ ვხედავთ 6 წელი უკვე ქართული ოცნება და ივანიშვილი ატყუებს საზოგადოებას, ატყუებს მის საერთაშორისო პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს დასავლეთში, რომლებიც დაინტერესებულები არიან, რომ საქართველოში აშენდეს ღრმაწყლოვანი პორტი. ამ ახალი დოკუმენტების მიხედვით, რომელიც საჯაროდ არის გამოქვეყნებული, კიდევ ერთხელ დასტურდება ივანიშვილის ტყუილი და მიზანი, რომ ანაკლის პორტი და პროექტი არ შედგეს, ანაკლი არ აშენდეს და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის მიზანი. პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე მხოლოდ და მხოლოდ პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს ეკისრება, რომელმაც 2019 წლიდან ჩაშალა ყველა ტიპის მოლაპარაკება, გააძევა ქვეყნიდან ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, რომ ახალი პირობების შემოტანით კონტრაქტში არ არის აღწერილი საერთოდ რა მიზნობრიობით ხდება გენერალური გეგმის და ანაკლის პროექტის მიზნობრიობის ეჭქვეშ დაყენება. ეს არის საერთოდ პროექტის ეჭქვეშ დაყენება, რომელიც უნდა მოემსახუროს ქართველი ხალხის ინტერესებს, მის ეკონომიკურ განვითარებას, საქართველოს ბიუჯეტის შევსებას და საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის დაბრუნებას. ბოლო თვეების განმავლობაში კიდევ უფრო აქტუალური გახდა ანაკლის პროექტი და პორტი მარტივი მიზეზის გამო. გაიხსნა ახალი შესაძლებლობების ფანჯარა, სადაც დაინტერესება ჩვენ დასავლელი პარტნიორების მხრიდან კიდევ უფრო აშკარა და აქტიურია. ანაკლის პროექტზე საუბრობს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურები, როგორც მნიშვნელოვან სატრანზიტო გზაზე. მაშინ როცა გადაწყდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი და რეგიონში გაჩნდა უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სატრანზიტო გზა, ეგრეთ წოდებული ტრამპის გზა. ამ გზამ გვერდი ვერ უნდა აუაროს საქართველოს და ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა იყოს კარიბჭე და გაგრძელება იმ საერთაშორისო სატრანზიტო გზის, რომელიც გაივლის სომხეთსა და აზერბაიჯანზე. ჩვენ ლელოს გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც ანაკლის ეროვნული პროექტი უნდა გამოცხადეს სტრატეგიულ ობიექტად, რომელიც აუცილებლად უნდა აშენდეს, მის აშენებაში უნდა იყოს ჩართული ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული გამჭვირვალე ორგანიზაცია, ჩვენი დასავლელი პარტნიორები და უნდა შეიზღუდოს რუსული და ჩინური გავლენები ანაკლის სპორტში. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამხელთ ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას, რომ ბიძინა ივანიშვილი დაინტერესებული ანაკლის პროექტის ჩაგდებით, ეს ახალი კონტრაქტი მიუთითებს სწორედ ამაზე, რომ საერთოდ ეჭქვეშ აყენებდეს ანაკლის პროექტის და პორტის ეკონომიკურ შესაძლებლობებს, მის სტრატეგიულ ღირებულებას და ეროვნულ მნიშვნელობას ქართველი ხალხისთვის. ანაკლია სჭირდება ქართულ ხალხს, ანაკლია სჭირდება ქართულ სახელმწიფოს და ის აუცილებლად აშენდება. ლელო იქნება მთავარი მხარდამჭერი ანაკლის სპორტის და ჩვენ შევიტანთ მთავარ წulis ანაკლის პროექტის და პორტის აშენებაში და ამოქმედებაში. მადლობა.